პირველი ივლისიდან ძალაში შედის კანონი, რომლის მიხედვითაც საქართველოში სავალდებულო საბაზისო განათლება 9 კლასის ნაცვლად 10 კლასი იქნება. ამასთან კანონს დაემატა გარდამავალი დებულება, რომლითაც განისაზღვრა ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განხორციელებული ღონისძიებები. როგორც გორის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, ცვლილებების სხვადასხვა ასპექტებითაა განპირობებული. ერთ-ერთი კი ისაა, რომ მე-11-მე-12 კლასი თავიდან ბოლომდე უმაღლესი სასწავლებლისთვის მოსამზადებელი ეტაპი იქნება. დღემდე მოქმედი კანონმდებლობით ზოგადი განათლების ხანგრძლივობა დაწყებით საფეხურზე 6 წელს, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე 3 წელს მოიცავს. სკოლის სტრუქტურა დაყოფილი იყო 3 ნაწილად. ეს არის დაწყებითი სკოლა, საბაზო სკოლა და საშუალო სკოლა. დაწყებითი სკოლა მოიცავს პირველ მე-6 კლასებს, საბაზო სკოლა ეს არის მე-7-მე-9 კლასები და საშუალო მე-10, მე-11, მე-12. 1 ივლისიდან ამოქმედება ახალი კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც საბაზო სკოლა გახდება უკვე მე-7, მე-8, მე-9, მე-10 კლასი, ხოლო საშუალო სკოლა ეს იქნება უკვე მხოლოდ მე-11 და მე-12 კლასი, ანუ 2 წლიანი გახდება საშუალო სკოლა. ეს ძირითადად განპირობებულია სხვადასხვა ასპექტებით და ერთ-ერთი ამასთან დაკავშირებით ეს არის ის სიტუაცია, რომ ჩვენი მოსწავლეები უკვე ფაქტიურად მე-11, მე-12 კლასი მთლიანად იქნება გათვლილი უმაღლეს სასწავლებლებისთვის და მოსამზადებლად იმ ახალი დიფერენცირებული სწავლების მიმართულებით, რომელიც დაიყოფა მიმართულებებად, სავარაუდოდ ეს იქნება საბუნებისმეტყველო, ჰუმანიტარული, ტექნიკური და ასე შემდეგ და აი ამ მიმართულებით იქნება გაძლიერებული სწავლება მე-11, მე-12 კლასებში და აი ეს ამან გამოიწვია ძირითადად აი ესეთი ცვლილებები.